გამარჯობათ, მოდით გავაგრძელოთ ამ ვიდეო გაკვეთილში Word 2013-ის ჩანართების განხილვა. მოდით გადავიდეთ page layout-ზე. სანამ დოკუმენტი დასაბეჭდად მომზადდება, აუცილებელია დოკუმენტისათვის ფურცლის პარამეტრების დაყენება. ფურცლის პარამეტრების მომართვისათვის კი ლენტაზე გამოიყენება ჩანართი page layout-ი. მოდით დავიწყოთ მისი ფუნქციების განხილვა. პირველი ფუნქცია, როგორც ხედავთ, არის mergence ფუნქცია. mergence ფურცლის მიმდევრობის დაფიქსირება. ანუ, აი აქ ჩვენ გვაქვს 100 არჩევი ვარიანტები. აი მაგალითად გვინდა ავირჩიოთ ეს. ანუ ნახეთ როგორ შეგვიმცირა, ანუ აი აქ მოგცემს ტექსტის ჩაწერის უფლებას. თქვათ, თუ ავირჩევთ ნორმალს, კვლავ გაგვიდიდებს. ანუ აქ შეგვიძლია ავირჩიოთ რომელი ვარიანტიც ჩვენ გაგვიხარდება. ასევე აქ გვაქვს custom mergence დიალოგური ფანჯარა, რომლიდანაც თვლელების საშუალებით ხდება ფურცლის მიმდევრობის დაყენება ზედა კიდიდან, ქვედა კიდიდან, მარცხნიდან და მარჯვნიდან. გათრველში მიეთითება მინდორი დოკუმენტის აკინძვის შემთხვევაში. Gather position ველში ხდება აკინძვის მიმდევრობის განსაზღვრა. აი აქ გვაქვს ეს ორი ფუნქცია. Orientation-ში შეგვიძლია ველში მიეთითება ფურცლის ორიენტაცია. ანუ ეს არის წიგნისებრი შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი ფურცელი, ან ალბომურად. აი მაგალითად ეს არის წიგნისებრი, ანუ ნახეთ როგორი ფორმა აქვს ჩვენ ფურცელს და თუ ავირჩევთ ალბომისებურ, მაშინ ნახეთ აი ესეთი ფორმა ექნება ჩვენს ფურცელს. ასევე აი ხ დავბრუნდეთ კვლავ წიგნისებრ ფორმაზე. ასევე აი აქ page-ში ჩვენ ეხლა გვაქვს ნორმალი აღებული. აი თქვათ გვინდა რომ დაგვიბეჭდოს აი ესე ორ გვერდად, ანუ ჩვენს ტექსტს გაყოფს, ანუ ფურცელს გაყოფს ორ ნაწილად და ასევე ასე შემდეგ აქ შეგვიძლია ავირჩიოთ. აი ამას თუ დავაჭერთ, აი ესე გაყოფს. ნორმალის შემთხვევაში დაგვიბრუნებს კვლავ ნორმალს. და აი აქ F2-ში, ანუ აი აქ შეგვიძლია მივუთითოთ, ანუ ეს ჩვენი არჩეული, ჩვენს მიერ არჩეული პარამეტრები, მარტო ვრცელდებოდეს ამ ფურცელზე თუ მთლიან დოკუმენტზე, ანუ თუ whole document-ს მივუთითებთ, მაშინ ეს ყველა მთლიან დოკუმენტზე გავრცელდება ჩვენს მიერ მითითებული პარამეტრები, ხოლო თუ ავირჩევთ the point forwards, მაშინ მხოლოდ აი ამ გვერდზე გავრცელდება ეს ჩვენს მიერ არჩეული პარამეტრები. ხო, ეხლა მოდით გადავიდეთ, და ორიენტაცია, ანუ ფურცლის ანუ თუ როგორი იყოს ჩვენი ფურცელი, ასევე შეგვიძლია აქედანაც ავირჩიოთ, ანუ ალბომისებური თუ წიგნისებრი. საიზით ზომებიც, ანუ აი ესევე ფურცლის ზომებით შეგვიძლია აქ გვაქვს მითითებული და აი აქედანაც შეგვიძლია ვცვალოთ ანალოგიურად ზუსტად ფურცლის ზომები, ჩვენთვის სასურველი ზომები. ხო, ეხლა გადავიდეთ ქალბზე, ანუ სვეტებზე. ხო, და აქედან ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ტექსტის დაყოფა სვეტებად. აი მაგალითად ორ სვეტად მინდა რომ გაყოს. ნახეთ, აი აქ როგორ მოგცა, ანუ ერთი სვეტი იქნება ეს, მეორე სვეტი იქნება ეს. ანუ აქ შეგვიძლია ის სამს თუ ავირჩევთ, აი სამ სვეტად დაგვიყო ჩვენი ფურცელი. და აქედან more columns, აი აქედან შეგვიძლია უკვე ჩვენთვის სასურველი პარამეტრები ავირჩიოთ. ჩვენ სასურველი პარამეტრები ავირჩიოთ, ხო, ნუ აი აქ შეგვიძლია მივანჭოთ რამდენი სვეტად გვინდა, თქვათ აი 4 სვეტს თუ ავირჩევთ, აი აქ 4 სვეტი მოგვინიშნა, თქვათ აი აქედანაც შეგვიძლია არჩევა. აი აქ თუ თქვათ ავირჩევთ სვეტს, აი ორი სვეტი მოგცა და აქ შეგვიძლია თითოეული სვეტის სიგრძე და სიგანე ავირჩიოთ. ხო და ნუ აქაც აი F2-ი, ანუ მთლიან დოკუმენტზე გავრცელდეს ეს ჩვენ მიერ არჩეული პარამეტრები, თუ მხოლოდ ერთ ფურცელზე, აქედან შეგვიძლია ესენი ავიღოთ. ნუ ამ გაკვეთილისათვის სულ ეს იყო, შემდეგ გაკვეთილში კი გავაგრძელებთ ამ ჩანართის ბოლომდე განხილვას.